მშვიდობის მეგობრებო, ყველას ბედნიერებას სიხარული და კარგი განწყობა. ესე იგი, ნორთ დაკოტაში, ესეთი ჩილოვანი შტატია. ისე მოხდა, რომ 4 საათზე უნდა მიმეტანა ტვირთი. და 1.5 საათი დავაგვიანე. არ მიმიღეს რა და. იქითკენ ფარგოსკენ ცოტა შორს არის 40 მილია. დამეზარა, იმიტომ რომ ლოგბუკის ამბავში მაინც დაიხარჯებოდა და აი ესეთ მინდოში დავჩი რო იტყვიან და მანქანა იქ დავტოვე და ჩემებურად დავიწყე ბოდიალი და შემეცნებითი თუ იმედია გამოგვივა კარგი იქნება, იმიტომ რომ როცა არიცი რას იღე და რას გეგმავ და რას მოელოდები ამისთვის მე მაქვს სიტყვა ნაპონი აქვე იმას ბუნებრივად და ნატურაში. ნორთ დაკოტა იცი თქვენ ერთ-ერთი ჩრდილოვანი შტატია. ფაქტობრივად ნორთ დაკოტაზე ვლაპარაკობენ ყოველთვის სიცივე, თოვლი და ამის და მაგვარი გახსენდება და ჩვენ ზამთრჯერ ვართ აქ ზამთარში ნამყოფი, ხო? და ზაფხულში კარგია, იმიტომ რომ ამ შტატებში რომ მიდიხარ ცხელა და ეხლა იყო რა 25 გრადუსია და მშვენივრად გძნობ თავს და დავსეინობ. ნების და ისინიც ნახეთ ცალ-ცალკე არიან. ეხლა თქვენ იცით რომ ყოველთვის გადაღების პრობლემაა ამერიკაში, იმიტომ რომ დადიხარ შეიძლება დაურეკოს მოსახლემ, ვინ არის ეს უცხო კაცი დადისო და პოლიციას დაოძახოს. მაგრამ რა ვქნათ, ეხლა თუ მოვიდა პოლიცია ვეტყვი რომ ტრაქ დრაივერი შევინდობ მეთქი და წესით და ეგნით არ უნდა იყოს ამე პრობლემა. აი როგორი სახლები აქვს კოხტად, მაგრამ ფაქტია რომ ცალ-ცალკე არიან დიდი მანძილები დაშორებულები და აქეთკენ სასაფლაოს ვნახე. ერთი ყურადღება მიიპყრო აი ამ სახლის უკან რამდენიმე ადამიანი დგას და გონი სახაერო ბუშს აწყობენ. აი თუ მაგის საშუალება მოგვეცა ცოტა საინტერესო იქნება. ჩვენ ხო საინტერესო რაღაცებს ვეძებ და იმედია ეხლა რეაქცია არ ექნებათ. ჩემ ვიდეოს დაინახავ ისა ტელეფონს დაინახავენ და ჩვენც მაგ მუღამით აი კიდემ ხედავ ხალხი დგას და რა ვიცი აბა ბავშვები და ოდიცი რას ვიზა მოდი აქედან წავალ. რაღაცა სახაერო ბუშს ამზადებენ გონი. რო იტყვიან ხოლმე განგება, ჩვენ ხო ყოველთვის რაღაცას ვეცეთ, მაგრამ ფიქრობ რა უნდა გადაიღო და გონი რაღაც საინტერესოს გადავაწყდებით თუ რაღაცა როგორ ვთქვათ ეს უბამ არ დამიწყო რაღაც პროტესტი, მაგრამ იმედია არა, იმიტომ რომ აი ჩილოეთის ხალხია. პიტაპი ვეტყვი რა რომ აი ვიღებ და ასე შემდეგ. მაგაზე არ ვიფიქროთ კარგზე. ბავშვები დაბლიან ნახოთ ახლა სადაც ბავშვები არიან. რატო უნდა იყოს ამე პრობლემა? ეს სასაფლაო არის, ესე იგი გულში ფიქრობ, ვინ ცხოვრობს აქ, რა ცხოვრობს, მაგრამ ხალხი ცხოვრობს, რა ეტყობა ცხოვრობდნენ და აი რა ხდება ეს ხალხი რაღაცას უყურებს. აშკარად აი კალათადეს აქა. აი სად არის ნეტარი? რაღაც მაღლა უყურებენ და აი შავი წერტილი რა არის ვერ ხვდები. აი როგორც ხედავ, აი რაღაცას აი ხედავთ ეს ეკეთობა ამაშია შეხო აი კალათა ხო გვერდზე ხა წითელი მაიკა ვისაც აცვია, იმის წინ დგას კალათა და გვერდზე ახლა აი ალბათ რა ქვია, ალბათ სახაერო ბუშტის
ბუშტი ალბათ უნდა დაშალო, ხო? აი ნახეთ, ვიდეთ ახლა. აი ბავშვები დარბიან. ნორდ-დაკოტაში ძირითადად აი ესეთი სკანდინავური ქვეყნები და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ყოფილი ემიგრანტები არიან და ბავშვები აი როგორ თეთრები არიან. აი შემამჩნიესო ვიღებ და აი რაც გითხარით, ეს მოვიდი ეს გოგო ჩემთან და ვინახარო რა ხარო, ეტყობა დედაა ბავშვები რო დაინახა. მე ვარ მეთქი. იქ მანქანა მიყენია მეთქი, მანქანა ვაჩვენე კი იქ ვარ და კი და მეთქი პრობლემა იქნება მეთქი რომ გადავიღო მეთქი. არაფერიო. მამა ჩემიო. რაღაცას აპირებს რა აფრენა უნდა და კარგია პირდაპირ რო უთხარი ყოველ შემთხვევაში აი ეს რეაქცია რომ ვინახა რა ხარ უკვე გაიკითხა და უკვე ეტყობა ანიშნებს იმ მშობლებს რომ პრობლემა არ არისო, ალბათ სხვა ვიღაცას მოვა და მეტყვის ვინახარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უარყოფითად არ არიან განწყობილები და ახოთ ალბათ დავაკვირდეთ. შეიძლება შევიდე კიდევაც კონტაქტში. ბავშვები ხო დარბიან და ეს ეტყობა მათი დედაა და რომ დაინახა უცხო კაცი უცბად გამოვიდა რა. რა ვიცი რა მეტყობა ეხლა მე მანიაკობის, მაგრამ ფაქტია რომ თავს იცავენ ხოლმე ხა. გინდა ასე თქვი, გინდა ესე თქვი. მაინც ჯობია რომ ღიად და ჩემი მაყურებლები ზოგი მეუბნება ასე არ ხდება შენ ადამიანთა უფლებები, მაგრამ ასეა. აი ნებისმიერ შტატში სადაც არ უნდა მიხვიდე, ყოველთვის როგორ დაგინახავენ უცხო კაცს. ყოველთვის რაღაც რეაქცია არის. გახსნეს ახლა ეს აქვია მას. ალბათ ამას ააწყობენ. აი მომენტში ვართ არა მეგობრებო, მაინც ასე თუ ისე კარგზე ვიფიქროთ. ყოველ შემთხვევაში ეს ქალბატონი ამ დიასახლისი ასე რომ თქვა და მამა ჩემი აპირებსო, ალბათ მამა ის არის იქით. უნდა აწყოსო ეს აქვია იმას. სახაერო ბუშტი და ჩვენს დავესწროთ. ალბათ ესენი მეზობლები არიან სავარაუდოდ. ყოველ შემთხვევაში პრობლემა არ არის. ვიცენოთ მეგობრებო, ჟულ ვერნი. ჩვენ ხო მაშინ გავარჩიეთ და ჟულ ვერნის ხო აქვს დედამიწის გარშემო სახაერო ბუშტით. მაგარი საინტერესოა, ეს არის კალათა, სახაერო ბუშტის კალათა. ეხლა ძალიან პატარაა. მე როგორც ვიცი, აქ მე გაზია, დამოვიწყე მისი სახელი. აი ეს გაზია, ფრეონი. ეს ასე მიდის, აუშვებს და მე აქედან ბოლი რო ავა, იმ პარაშუტს აავსებს და მე ეს ავა ზემოთ. და ძალიან პაი. Hello, very interesting. You have to go up? Yeah. Yeah, very interesting. Good moment. Take advantage of the nice weather. აი ხა მე არასდროს ცხოვრებაში არ ამიწყია. ამ საერთოდ არ გქონია კავშირი სახაერო ბუშტებთან და აი თქვენთან ერთად მეგობრებო. ასე თუ ისე ვესწრებით ამ პროცესს. ეთქობა ეს კაცი მამაა და უკვე ნებართვა გვაქვს და თავისუფლად გადავიღოთ, ხმარ არ მოუღია. ოთხარი ხო მაღლადი ხარ მეთქი და კი გამაღლავდი. ეს ახლა პროცესი, ამას ალბათ დრო უნდა. თქვენ თუ გახსოვთ ადრე მე საღა რომეღა შტატში ვიყავი და იქ გავიარე მანქანით და ორი სახაერო ბუშტის აშვება უნდოდათ და მე ჩავიარე და მეთქი გული დამწყდა, მეთქი როგორ მოვესწარი ამ მომენტს მეთქი და აგერ მოგვივიდა ეს მომენტი. What are you doing? You can watch it. It's gonna fill up with air now. They're gonna turn on this fan here, and then this thing's gonna blow up full of air. It's gonna be cold. No, it won't. ბავშვები Come ყველგან stand and hold this with ბავშვი me. ყველგან ბავშვია, არამაზე ბავშვები ყავდა. ეხლა დაეხმარებიან ალბათ, რა ვიცი, მამა, ეს ძმა, რა ვიცი ახლა. ცოტა ხანში გავერკვევი ვინ არის. ყველა მიქით გაიხედა და ედავთ ეგრე მიფრინავს უკვე ტერმინებს ვერ ვიხსენებ, ესე იგი ეს არის სახაეროის მაგა კაცი ზის, აი თავისო გაჩვენს თუ რა ინახეთ. აი ეს აქეთ გამოიხება, ეთქვა აქეთ მოდის. ის მატორიანი ის არის რა, ეს ძრავა აქ მიმას და აქ თუ ჩამოვიდა კარგი.
ხსინებდა და რაღაც საინტერესო მომენტში ვართ. ისე ხელი მაინც მოუკიდოთ როგორია, ალბათ კაპიშონის სტილის ნაჭერია. ესეთი. კაპიშონის სტილი წელდა. ნუ έτσι თქვით, ასე თუ ისე საინტერესო მომენტებში ვართ. მოტორი ძრავა დაქოქეს. ისე პროპელერი ჩარქეს. პროპელერი და პროპელერით ჰაერი მიდის და ეთქობა შეივსება ესა. You'll also follow them, Jason? Yeah, that's awesome. Good. Yeah, I wasn't sure if you would have to get off the road Is it- or anything. მე მახსოვს რომ მე მცხეთაში მიმართება ხოლმე სახაერო ბუშტების გამოფენები და კიდე ანტალიაში არის ხოლმე თორე ვაგზალით ხოლმე ანტალიაში კი არის იმაში კაბადოკიაში იქაც ესეთი ტური აქვს ასეთი სახაერო ბუშტების ფრენა ეხა ის ალბათ კომერციული რაღაცა ინტერესით არის და აქ ეხლა უბრალოდ კაცი არის ოჯახია და ეთქობა ოჯახმა გადაწყვიტა დასვენება და გადაწყვიტეს აერში აფრენა და აწყობენ ამას. აქეთ ეს სასაფლაოა, ნახეთ რა მარტივი სასაფლაო და ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე ცხოვრება და სიკვდილი ძმები არიან. აქეთ სიცოცხლე დუხს ყველაფერი, აქეთ სიწყნარე, მაგრამ ესე ჩვეულებრივი ამბავია. და ჩვენ უფრო აქეთკენ გამოვიხედოთ, სადაც აი ახალგაზრდობა, ენერგია და მთელი ამბები ხდება. აი მაგას ვერ ხვდები ხა. ის შიგნით შედია და ჰაერი უნდა გამოვიდეს აქეთ თუ როგორ არის. ხალხი შეძვრა შიგნით. ამას ესე ეთქობა ასე კრავენ ამას რომ მე ჰაერი ის გაზი თუ რა ქვია ამ გაზი დამავიწყო მე ალბათ რომ არ გავიდეს და მე ეს აწევს ალბათ ეს გაზი მაღლა აწევს ყველაფერს. როგორ გაბერეს ეს საინტერესოა ძალიან. ეთქობა ასე რო არ გაიქცეთ ასე კაცი თოკი უკავიათ ალბათ მაღლა როავა მე ესენი თავისი მუღამია რა. ამხელა გაბერეს თითქოს იმ დახვეული რო იყო თითქოს არაფერი არის ჩანდა ისა დიდი არ იყო მაგრამ ამ პატარა იმაში რა საინტერესოა. მე უკვე ხასიათზე მოვედი რაღაცა ახალი და ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ახალია. აი შორიდან იმქან ნანახე აი მცხეთა ვახსენე წეღან და აი ესე ცოცხლად ასე ახლოს არ ყოფილა. ეხლა ხوار შევიდე კონტაქტში და ხوار თხოვო მეც მინდა ჰაერში მეთქე. მაგრამ ჩემი სიმაღლის როგორ მეშინია სიმაღლის ხო იცი და გადავლა ხავ ამ მას. აი ნახოთ როგორ იქნება. მეგობრებო ვიქტორინა ამ სახაერო ბუშტით ავარ ჰაერში თუ არა ვარ. მოვახერხებ ასვლას თუ ვერ მოვახერხებ. როგორ ფიქრობთ, ვინც გამოიცნობს? ნუ ჩვენებრივად ტრადიციულად მოგებული წიგნი. მოგებულს წიგნი, ჩემი წიგნი ორეული. როგორ დაიბერათ, ეთი მივიდეთ იქა. მომხელა და ალბათ მე მაღლა ვარ ჰაერში. ჯერ გაზი არ არის კიდე დაგეთო ამ ჰაერით ბერავენ. ვაფი ამას ეს პროპელერი თუ ქართულად როგორ არის ეს? ორი ოთახითა დიდი დარბაზით არის. ეს საინტერესოა. ხარია პატარა ბავშვით რა. და კარგი აი ბავშვობაში ხარია და
აი შეგრძნება აღორძინდა ჩემში თქვენში მეგობრებო მოგიდგენთ მეგობრებო ამ ხელა სივრცეა ფაქტურად ეს ადგილი მოსახლეობა სახლები ძალიან შორს არის და არა უბრალოდ ოჯახმა მოინდომა რომ სახაერო ბუშტი დაბერო და შვილიშვილებს ემეს ასიამოვნო და აი მომეჩივა რა აი უკვე სიჩქარე მოუმატეს კარის და ეს უკვე მაღლაა რა უკვე ფაქტობრივად ერთი ოჯახია რა მარტო მე ვარ და ერთი ორი ბიჭია რომელიც დაბა ცხოვები არიან იქიდან ორი წლიან ოჯახურ გაცოფაში როგორც მურმანის ეკალი მოვედი ახლა აქ მაგრამ ება მართ აბა აბა დაიწევა მაგრამ ხაეში აი ამას შეკევა არ უნდა მე უნდა გაცვალო ეს ყველაფერი თითქოს არაფერი მაგრამ რამხელაა რაწერია აპლებს ო აბა აიწევა მაგრამ ეს კაცია უცხოელი დანარჩენი თიანთ არის ოჯახის წევრი ოჯახი არის ხერე აი შორიდან უფრო გამოჩდება ალბათ ხო აერი მიდის და ალბათ მაღლა აიწევა შო აბა იქიდან მხარე როდის აიწევა როდის აწევს აი ეს არის ბაბუა ეს ოჯახის უფროსია ის დედა ხო გავიცი და ის ქმარია მამა არის დანარჩენი ისინიც ალბათ ოჯახის ახლობლები არიან რა ის აი ეს არის თავა ეს არის ბაბუა იქით ის კალბატონი დედა რაღაცას მართავს რაღაცას ეუბნება რაღაცა პროცესია ეს თვით პროცესში ვარ პროცესში სახაერო ბუშტის გაშვების პროცესში ჯერ აწყობა დექო გაშვება ცოტა ალბათ ცოტა ხალხი რომ აწყობის მომენტია აი ეს დააბეს ეწყობა უნდა აუხსნათ რა აბა აი ეს ახლობლები არიან ერთმანეთს იცნობენ პარტიზანები ჩემოვედი ამბეცი რაღაც განკვეული ზომა და ავიდა ზემოთ პერიოდულად უშვები ხო всё ეხლა ბევრი რო გავუშვას აფრინდება მაგა ხაეში და ვა ამაგარია ეხლა შორიდან ნახოთ მეგობრებო ნახეთ შეხედეთ რა ეხლა იმდენად პატარა კალათია, რამდენი კაცი დაждდება, არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოამზადეს. ამზადებენ უბრალოდ. Jo. აი გოგო დედა, კალბატონი როგორ მართავს. ეხლა ის ხელა გული გინდა რა ახლა ამით მაღლა ახვიდე ახლა ეს კიდე არაუშავს ახლა ჩვენ 21 საუკუნეში ვარ და უკვე ვიცით გამოცდილება ტრენის და ემებს მაგრამ აი ვინც პირველად აფრინდა აი
ჟუვენი მოდის დაწერა ესა ჟუვენი დაწერა მგონი დედამიწისგან 1860 წელს მგონი არ მახსოვს ზუსტად და მაშინ აფრიკა რომ მოიარეს თუ გახსოვთ ეს სიუჟეტი მთელი ესე იგი აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილიდან აფრინდნენ და დასავლეთ რაღაც მე გახსოვთ ხო სიუჟეტები ხან ეს ჩამოვიდოდა ქვემოთ ხან ზემოთ ამოვიდოდა ველურები დაძებდნენ და კაი წიგნია რა სოთოშე ძალიან ისე დინამიური წიგნია და ერთ-ერთი პოპულარული წიგნი იყო სახაერო ბუშტი დედამიწის გარშემო ასეთი სათაური მახსოვს ჟუვენის ეს უკვე დაჟინო უკვე აფრინას აპირი რა ხე ბაბოა 1 2 3 4 მგონი აფრინას აპირებენ вообще რა დაწყნარად შედათ ეთქობა ინსტრუქციას ამბობს Just to get used to it as you're elevating, okay? You don't want to look down. ესე იგი ამით მართავენ ამ თოპით და ეს გოგო ეს პატარა გოგო ეთქო პირველად მიდის და ესეთი მომენტია რომ პირველად უნდა გაუშვან სახაერო ბუშტით აერში We'll go up very slow. Okay? You're not worried about it. Всё, кау. რა საინტერესოა. მე რო ყოფილიყავი რა დამემართებოდა, ეს გოგო წყნარად ახლა უნდა გაუშვან. რაღაც ვერ. ეხლა ჩამოვიდეთ, ამაზეა დამოკიდებული, ეხლა ეს რო გაეთიშოს, რა ჩამოვარდით არ ჩამოვარდით. წავიდა. ეხლა არ ვიცი ეს ეთყობა ვერ გეტყვით ეხლა სიჩქარით უნდა ავიდეს, არ ავიდეს. დაეშვა, ალბათ გავუში გაზი რომ ავიდეს, მაგრამ წავიდა. წავიდა. Bye bye. მაგარია. Applebee's. Applebee's. აი როგორ ჩამოვა, არ ვიცი. აი გაასწრიეს ამ ოჯახის წევრებმა, მაგრამ ჩვენ ეთყობეს ძალიან ხშირად აქვს ამათ გაკეთებული და ესეთი რეაქცია არ აქვს. მე კიდე მინდა რეაქციას, ემოცია გამოვხატო, მაგრამ მერიდება რა უცხოთავა რა ხარ. დავიწყო ემოციებით ლაპარაკი. ცოტა ისე გამოვა. და წავიდა და აი ეს არის დედა. ეს მარტო ქმარია ძმაოთ რა ვიცი ვინ არის არ ვიცი. ნუ ერთ სიტყვით ოჯახის წევრები არიან სულ და ცოტა მორიდებულათავა. არა, ოც მორიდებულად უნდა იყო, მაგრამ მაინც ხერხულია. წავიდნენ. აი თბილისში რო არის იმაზე კი ვარ ნაპოთი. რიყეზე რო არის ის ჩვენთან ხო არის თბილისში რო ადიხარ მაღლა თოკით იქ ვარ ბავშვები მყავს აყვანილი ჩემი დათუნა და თეონეს დათუნა პატარა თეონა არა ჩემი მეუღლის დიშვილები არიან აი იქ არ შემშინებია იმიტომ რომ იქ იყო იმითი თოკი მაღლა ვერ ახვა თოკიდან თბილისს უკვე მე
ჩამოდიხარ და ეხლა აქ ამ სიმაღლეზე რო ვახვალ, რა ვიცი, როგორი შეიძლება მექნებოდა, არ ვიცი, ვიცი რომ მაგარ დისკომფორტს რო ვიგრძნობდი, ეს კი ვიცი. მაგრამ მგონი ეშვება თუ რა ხდება? ეს ხეები მეფარება თუ შორია? არა, დაეშვა. სხვაგან წავიდნენ, ნახეთ. დაუშვეს იქით, მაგრამ ეხლა სად არის იქ მე რა ვიცი. ეთქო ძალიან მაგრა ვერ გარისკან მე ვერ ხედავ. კაი შორს კი არის და ეხლა მაღლა ავიდა ის. რას გაიგებ ასაკეთებს? ეხლა ფიქრობ ხوار შევიდე კონტაქტში, მაგრამ რაღაცა თავი მერიდება, ეხლა ქმარი ძმა არის თავისი ამბებია და ამ ტერიტორიაზე ვიღაცა შემოვიჭერი ახლა და ეთქო დაემშვიდობდნენ. სხვა ოჯახის წევრებსაც დაემშვიდობდნენ და წავლენ და ეხლა ჩემთვის ცოტა უხეის ბებია, ეთო მამის მხრიდან ბებია ბაბუა, აქეთ დედის მხრიდან ბებია ბაბუა და აქეთ ბავშვები. როგორ შეხვიდოდით მეგობრებო ურთიერთობაში, მერიდება. ეს წვილის წავიდა დაემშვიდობდნენ და ეხლა სულთა ეს იგი გოგო, ქმარი და ალბათ ამხანაგები, რა ვიცი და მე დავჭი და ველოდებით ეხლა იქიდან რა ხდება, რა მოვა. მივიდი ამ ქართან და დავიწყო ლაპარაკი. მაინც მერიდება. ეთქობა ეხლა. ეთქობა ელოდებიან თუ რა ხდება. მეთქი მივალ, მეთქი დავილაპარაკები და იქიდან ქმარმა რაღაცა უთხრა და ეს გოგო გაიქცა. და უფრო რაღაცა ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს, რაღაცა კითხვას კითხვა, მაგრამ რაღაცა მერიდება. იუთუბერებს უნდა კითხო ხოლმე, როგორ ახერხებენ, ადამიანებთან ესეთ კონტაქტში გადაღების, ეხლა ცოცხალს რომ მივიდე კი, მაგრამ უბრალოდ ეს ვიდეოს რო ადებ, სულ რაღაც დისკომფორტი მაქვს, რაღაცა კომპლექსი მაქვს რა. გავიაროთ და ნახოთ და მე სიტუაცია როგორ იქნება, ისე მოიქცეთ. ჩვენი ბუშტი სახაერო იქ არის. ой, ეს სხვა ფერის ბუშტია და ისა. ეს ხო სტაფილოს ფერი იყო, ეს სხვა ბუშტი იყო, სხვა ბუშტი მოდის. მეგობრებო, ეხა ეს სხვა ბუშტია. ჩვენი ბუშტი ჭრელა-ჭრულა იყო რა, ფერები და ეს სხვა არის, ეთქობა, ეს სხვა მოდის უკვე. ეს ხო სტაფილო ყვითელი და ყვითელი ფერი იყო და ეს რა არის? ვერ ხდება. ეთქობა რა ხდება, იცი? ესე იგი, ესენი წავლენ, ეხლა უნდა ვკითხო. ეთქობა იქ აქ არ მოვლა, იცი? მე მგონი ესენი მივლენ და იქ სადაც დაждდება, იქ უნდა შეხდნენ. Excuse me, we're not coming here. They don't come back. We have to go other places. We have to follow them because they just go where the wind goes. Okay. Thank you very much. I'm very enjoyed. Yeah. But it's far. If it will be 5 miles, 6 miles. It depends on how windy it is. But you know, we have to go pick up them. Yes, we go pick it up. Okay. So, Thank you. Yeah. Enjoy. Thank you. I'm glad you enjoyed it. Thank you very much. Thank you. მასეც არის, ესე იგი, აქ აფრინდა, როგორ გითხრეს და იქ ჩაფრინდება. Now we have to. You are grandmother? You are grandmother? I'm gonna go chase. Grandmother friend. Yes. I'm gonna go chase him, and so when he comes down, then we'll go out there and Okay, get him. very good. Okay. Enjoy. Yep, thank you. კი ბებია ხამეთქი, არა კაცო, მე სპეციალისტებმა ვინც უნდა დავხვდეო და გავაკეთო. ეთქო ვერ გაიგო ჩემი ისა და ნუ ეთქობა მეგობრებო რა ხდება რა. ეთქობა ეს გოგო, ეს ქალი და ეს კაცი ალბათ სორქმანი არიან და რაღაცა ბიზნესივით აქვს. ეხლა ეს ბავშვები მოიყვანეს, ის ბავშვი ააფრინეს და ის სადღაც დაждდება იქა და ესენი ეს თელი ეს ნათესავები და ეს თელი ისინი მივლენ და იქ დახვდებიან. მე კი დავჭი მარტო დიდ მინდორში და სასაფლაოს მიდამოებში. ისინი წავით. და ალბათ ესენიც უკვე წავლენ და სადაც დაეშვებიან, იქ დახვდებიან. ესე იგი რა ხდებათ მეგობრებო? ესეც აი მაინც ამერიკა რო კომერციული
ყველაფერი ბიზნესია დამოკიდებული, აი ხა ის ქალი რო ჯდება, ეს ამით მოიტანეს, ეთყობა იმ ოჯახმა, ის ახალგაზრდა გოგო რო იყო, იმის შვილი, ან დაბადებით დღე ქონდა რაღაცა, არ მიკითხე ხა მომერიდა. იმას ასე თქვა შეუსრულეს სურვილი და სახაერო ბუშტით გადააფრინეს იქით. ამაში სავარაუდოდ ალბათ ფულით გადაიხადეს და ეგ მომენტია რა. ნუ ასია თუ ისია მეგობრებო, საინტერესო მომენტს დავესწარით. და აი წეღანას დასაწყისში რო ამოვდი ვიდეოში, რაღაცა საინტერესო რაღაცა ხო უნდა მოხდეს მეთქი და მოდედაც წავიდა. თითქოს არაფერი რა უნდა გაგვეკეთებინა როგორ რანაირად და აი ესეთ თავისებურ საინტერესო მომენტს დავესწარით. მოდით მაინც სასაფლაოზე მივიდეთ, რა ქვია, ეტყობა. იქ რაღაც ეტყობა სასაფლაო ზომავე თუ რავი რა ხდება. Daniel and Mare Shout. აი ხო ხედავთ ეგ ორი ბიჭია, მოვიდა კაცია და სასაფლაოს წინ დავით. უიმე ეს რა ხდება უყურეთ. არის ვიცვალებულს რომ პიტაპირ მიწაში არის დაკრძალული და ეს კიდო აქ უკვე ეტყობა კრემაციიდან გამომდინარე თითო უჯრედში დამწვარი რა ქვია კრემაცია გაკეთებული სხეულს და აქ არიან და ეტყობეს ცარიელია მე და ალბათ მე ვიღაცა იყიდის და თავის რო გარდაიცვლება დაწვავენ და აქ შეინახავენ ეს ვისაც აქ უნდა და ვისაც უკვე მიწაში უნდა დაგძერვა ის დაიგზავნება აქ კოსეტე მარინა ალბერტშაკინ ალბერტ ჰაშკინს ტროტიერ გამოვიდეთ ცოტა საზეიმო იმაში ვიყავით მაგრამ სასაფლაო სიცოცხლე ყველაფერი ერთი ცხოვრებაა მაგრამ ზოგს ახლა იტყვის რა გინდა რა დროს სასაფლაო ასე საზეიმო სიტუაციაში ყავი და სასაფლაოთი ამთავრებო მაგრამ ყველაფერი ცხოვრებაა შორს ეს სხვა ის არის საჰაერო პუნქტი ის ჩვენი აბა წავიდა ეს უკვე სხვა ის არის და ბიზნესია რა დღეს კაი ამინდია ქარი არ არის და ოჯახმა გადაწყვიტა რომ თავის ქალიშვილისთვის ასეთ პატარა საჩუქარი გაეკეთებინათ საჰაერო პუნქტით გადაფრენილიყვნენ რაღაც იქით. კარგით მეგობრებო, ეხლა თქვენს რაღაცა ჩავიფიქროთ, თქვენ ჩაიფიქრეთ და ჩვენი ეხლა პირველი სურვილია როდეოს დავესწროთ რა. აი ამდენი ხანი ამერიკაში დავდივა და როდეოს ვერ დავესწრე და მოდი რა თქვენ ჩაიფიქრეთ მეგობრებო, როდეოს დავესწროთ. კარგით აბა მეგობრებო, კარგად ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და ყველას კონდეს იმდენი საშუალება, რომ ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველი დღე დღესასწაული და ლამაზი ყოფილიყოს. კარგად, მომავალ ვიდეოებამდე.